შეიძლება ითქვას, რომ ეს ამ ეტაპზე მხოლოდ ვიქტორ ყიფიანის შეთავაზება არის ოპოზიციისთვის და მათ შორის ქართული ოცნებისთვის და არსებობს კონკრეტული გეგმა, რომელსაც ვიქტორ ყიფიანი ოპოზიციასაც და ქართულ ოცნებასაც თავაზობს იმისთვის, რომ ცვლილებები მოხდეს და ქვეყანაში ნორმალური სიტუაცია შეიქმნას. უპირველეს ყოვლისა, ვიქტორ ყიფიანი მიიჩნევს, რომ იმისთვის, რომ ქართული ოცნება იძულებული გახდეს, რომ არჩევნები ჩაატაროს სამართლიან, თანაბარ და კონკურენტულ გარემოში, ქართული ოცნება უნდა დაინახოს, რომ ოპოზიციის მხარეს არის დიდი ელექტორატი და ოპოზიცია ახლა უნდა ზრუნავდეს იმაზე, რომ ოპოზიციურად განწყობილი საზოგადოება ერთად შეიკრიბოს, ერთ მხარეს შეიკრიბოს და მათ შორის ამომრჩევლის დიდი ნაწილი უნდა გადმოვიდეს ქართული ოცნების მხარდამჭერები ოპოზიციის მხარეს. და როდესაც ეს ყველაფერი მოხდება, ქართული ოცნებაც დაინახავს, რომ მათ გამოაკლდათ ამომრჩევლები და ქართული ოცნება იძულებული გახდება დათანხმდეს თამაშის არჩევნების იმ წესებს, რა წესებიც ექნება ოპოზიციას. ვიქტორ ყიფიანი საუბრობს არა ოპოზიციას შორის პოლარიზაციის დასრულებაზე, არამედ საუბრობს, რომ უნდა დასრულდეს ქვეყანაში ის პოლარიზაცია, რომელიც ხელოვნურად საზოგადოებას შორის შექმნა ქართულმა ოცნებამ და ამ ყველაფრის შემდეგ, როდესაც მხოლოდ ოპოზიციის პოლუსზე იქნება გაერთიანებული ადამიანები, ქართული ოცნებაც იძულებული გახდება, რომ სამართლიანი არჩევნების წესებს დათანხმდეს. მაქსიმალურად გამოვივაჭროთ ისეთი პირობები, რომლებიც არჩევნებში მონაწილეობას აზრს მისცემს და შეძენს, მაგრამ იმისათვის, რომ ოცნება დავიყოლიოთ, რომ წამოვიდეს ასეთ გამოვაჭრებაზე, ასეთ ნებავთ გარიგებაზე, ეს არ არის ახლა დასაძრახი სიტყვა პოლიტიკაში, ჩვენ უნდა აღვიჭროთ კრიტიკული მასით. კრიტიკული მასა ნიშნავს იმას, რომ ოპოზიციამ საკუთარ მხარეს უნდა გადმოიყვანოს მაქსიმალურად დიდი რაოდენობა ამორჩევლისა. ჩვენ ვიგულისხმებთ საზოგადოებაში პოლარიზაციის დასრულება და საზოგადოებაში პოლარიზაციის დასრულება არის სწორედ გადის იმაზე, რომ კონკრეტულად გამოვკეთოთ დიდი მასა საქართველოს მოქალაქეებისა, რომლებიც მომხრე არიან ცვლილებებისა და გონია, რომ ასეთი რაოდენობა რეალურად დიდი არის. ეს კიდევ ერთი სოლიდური მცდელობა უნდა იყოს ოპოზიციის მხრიდან, თუ ამას ქართული ოცნების მხრიდან არ მოყვა შესაბამისი რეაგირება, თუ დასკვნა სახეზე იქნება, ესე იგი ქართული ოცნება საბოლოოდ უარს ამბობს ქვეყანაში ნორმალური პოლიტიკური პროცესის აღდგენას. სკეპტიკური არის ოპოზიციის დამოკიდებულება ვიქტორ ყიფიანის ამ შეთავაზებასთან დაკავშირებით, ვინაიდან აბსოლუტურად ყველა ოპოზიციური პარტია, ვისაც დღეს ჩვენ ვესაუბრეთ, ამბობენ იმას, რომ ქართული ოცნება ახლა უკვე იმ ეტაპზე არის, როდესაც მასთან საუბარი ფაქტობრივად შეუძლებელი არის, მით უმეტეს საარჩევნო კანონმდებლობაზე და მით უმეტეს არჩევნების თემაზე. ქართულ ოცნებასთან საუბარს სკეპტიკურად უყურებს მათ შორის ის ოპოზიციაც, რომელმაც საკუთარ თავზე გამოსცა და განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, როგორი არის ქართულ ოცნებას ესაუბრო კრიტიკულ საკითხებთან დაკავშირებით. გახარიას პარტიაც კი ამბობს, რომ წარმატებებს უსურვებენ ვიქტორ ყიფიანს, ბიძინა ივანიშვილთან და ქართულ ოცნებასთან საუბარში. პარტია ახლებმა კი თქვეს, რომ მათაც აქვთ კონკრეტული ხედვები, რა პირობებში უნდა ჩატარდეს არჩევნები, თუმცა ქართულ ოცნებასთან ამ თემებზე საუბარში ისინი აზრს ვერ ხედავენ. არსებობს კიდეც ოპოზიციის ალიანსისგან საზოგადოებისთვის შეთავაზებული 6 პუნქტი, რომელიც ასახავს ახალ თავისუფალ და სამართლიანი არჩევნების შინაარსს და ბუნებრივია, რომ ნებისმიერ პროდასავლურ ოპოზიციურ პარტიას შეუძლია, რომ გაიზიაროს ეს 6 პუნქტი ან გაგვიცვალოს მოსაზრებები ამ პუნქტებთან დაკავშირებით. რაშიც არ ვეთანხმები, არის ის, რომ ამ ეტაპზე, ამ მოცემულობაში ქართულ ოცნებასთან რაიმე ტიპის დისკუსია სამართლიანი არჩევნების წესებთან დაკავშირებით არის აბსოლუტურად უშინაარსო და კონტრპროდუქტიული. მე არ ვიცი, რატომ გონია ბატონ ყიფიანს, რომ ის შეძლებს საუბარს ოცნებასთან ამ საკითხთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ საარჩევნო უფლებებთან დაკავშირებით, სამართლიან არჩევნებთან დაკავშირებით. თუმცა ის, რომ ივანიშვილი მას ლანგარზე მიართმევს სამართლიან არჩევნებს, ეს რა თქმა უნდა აბსურდია და ჩემი მხრიდან მე ვუსურვებ მას წარმატებას ივანიშვილთან სამართლიან არჩევნებთან დაკავშირებით შეთანხმებაში. მას ალბათ რაღაც ახალი ფორმულა აქვს
ამ პროცესის. როცა საუბრობთ ჩვენ პოლარიზაციის დასრულებაზე, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება ივანიშვილის რეჟიმს, რომელიც აპირებს პარტიების აკრძალვას, რომელსაც მათ შორის, რა თქმა უნდა, აქვს აღძრული საქმეები ფაქტობრივად ყველა ოპოზიციური ლიდერის წინააღმდეგ, ამიტომ პოლარიზაციის დასრულება ოპოზიციის მხრიდან ჩანს წარმოუდგენლად. ნებისმიერი სახის პოლარიზაცია, რომელიც დღეს საქართველოში არსებობს, იქნება ის სოციალური თუ პოლიტიკური, ეს არის შექმნილი ხელოვნურად ქართული ოცნების მიერ. ახლა საინტერესოა რა და როგორ შეიცვლება მაგალითად და ფორმირდება ოპოზიციის მხრიდან და ოპოზიციურ ველზე როგორ შეთანხმდებიან იმ იდეებთან დაკავშირებით, რომლითაც შეიძლება მივიდეს ოპოზიცია ახალ არჩევნებთან და როგორ მოხდება გადაწყვეტილების მიღება იმასთან დაკავშირებით, თუ რა თამაშის წესები და რა პირობები უნდა იყოს ქვეყანაში საარჩევნო გარემოზე და ველში შექმნილი ისეთი, რომ ოპოზიციამ მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში და ეს არჩევნები სამართლიან არჩევნებად ჩაითვალოს.